მეგობრებო, მოგესალმებით. ვიმყოფები მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან, მერაბის ეზოში, ასე რომ ვთქვათ. დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენი საზოგადოებისთვის და გამოვაცხადო გარკვეული საკითხები. პირველი რაც მთავარი არის ჩვენ ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დავადეთ აკრძალვა, ანუ ყადაღას, რასაც უძახიან, როგორც ქონებაზე, ასევე ანგარიშებზე, იმის გამო, რომ მათ არ შეასრულეს სასამართლოს გადაწყვეტილება და არ აღსრულდა სასამართლოს მიერ ასე რომ ვთქვათ, მათთვის დაკისრებული ვალდებულებები. ეს ახლა რას ნიშნავს? ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფაქტურად მთელი საბანკო სისტემა არის დაყადაღებული, ვერ მოხდება ანგარიშწორებები, მათ შორის ხელფასების გაცემა. მე ხაზს გავუსვა, რომ დღეს არის 27 დეკემბერი, წინა საახალწლო პერიოდი, როდესაც ხელფასებს იღებენ და სახელფასო, ასე რომ ვთქვათ, ხელფასელოდებიან. და რატო გავაკეთეთ ეს? ალბათ ამის მიხედვით რა არ გაგიჭირდებათ, ყველამ უნდა იგრძნოს საკუთარ კისერზე ის დანაშაული, რაც ქვეყნის და ერის წინაშე აქვს ჩადენილი. და ის სიხარული, რაც თუნდაც ის რომ მაღაზიაში მივლენ თავის ოჯახში 2 კაპიკს შეიტანენ, აი ამ სიხარულს რომ მოусპობ ადამიანს, აი თავის კისერზე უნდა იგრძნო. ამიტომ გავაკეთეთ და აი აგერ გვაქვს აი ეს დოკუმენტები. როგორც საჯარო რეესში დავადეთ, ასევე ახსრულების ეროვნულ ბიუროს მეშვეობით განვახორციელეთ აი ამ ყადაღის დადება. ეს ერთი საკითხი, რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის. ასევე მინდა გავამახვილო, რომ მერაბ კოსტავას ეზო ყოველთვის იყო და აი ეს ისტორიული ადგილი არის, სადაც დაიწყო ფაქტურად ეროვნული მოძრაობა და საქართველოს დამოუკიდებლობის, ასე რომ ვთქვათ, პირველი ნაბიჯები გადაიდგა ზუსტად ამ ეზოში. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ქვეყანა ჭაობში არის ჩაფლული და ფაქტურად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა თავიდან გვიწევს. თავიდან გვიწევს, იმიტომ რომ იმ პუჩის შემდეგ, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტურად დაამყეს ეროვნული ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული და მას შემდეგ მიმდინარეობს პუჩისტური რეჟიმების მიერ ქვეყნის ძარცვა. ჩვენ მოუწოდებთ საზოგადოებას მოუწოდებთ თვით ორგანიზებისაკენ. აქ ახლა იყო სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ვითომ და აორგანიზებდნენ ეროვნულ მოძრაობას, ზოგი იქეთ დარბის, ზოგი აქეთ გამორბის, რამაც ფაქტურად გახლიჩა ჩვენი საზოგადოება და საზოგადოების გახლეჩვის შედეგად საზრდოობს ეს პუჩისტური ხელისუფლებები. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ საზოგადოებას თვით ორგანიზებისაკენ, მოსახლეობას. აქ არის არა მარტო ეროვნული თვითყოფადობის ბრძოლა, არამედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პრობლემები, რომლებიც დღეს ჩავარდა ჩვენი ქვეყანა და უსაზღვრო გაჭირვებაში იმყოფება. ახლა ზოგიერთი ჩერჩეტობს იმ პუჩისტური ხელისუფლებიდან, რომ რაღაცა ეკონომიკური წინსვლა გვაქვს და განვითარდით, ეს არ არის რეალობას შეესაბამება და ამიტომ მე მოუწოდებ მოსახლეობას ხაზგასმით. უნდა დაიწყოს თვით ორგანიზება და მე განვაცხადებ, რომ შტაბი იქნება ცენტრალური შტაბი მერაბ კოსტავას ეზოში და ასევე რაიონებში, სადაც ჩვენ გამოვაცხადებთ შემდგომში სად იქნება თავშეყრის ადგილები, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ასევე დიდ ქალაქებში, სოფლებში მოწოდებას ვაკეთებთ, რომ დაიწყეთ რაიონებში გუნდთა კავშირების შექმნა.
თქვენ უბნებში თვით ორგანიზება დაგვიკავშირდით, რომ ცენტრალიზირებულად მოხდეს ყველაფერი, მერაბ კოსტავას ეზოში იქნება ცენტრი და დანარჩენი იქნება სხვა რაიონებში. ხას უსვავ დღეს არის 27 დეკემბერი, 27 დეკემბერს ვაყადაღებთ იმას. ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას იმისათვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოთ აი ამ წუmbidან, სადაც ჩავარდა. აქ გავარჩევთ და დადგება საკითხი, თუ როგორ მოხდება სამართლებრივად ჩვენი ქვეყნის იმ სამართლებრივ ჩარჩოებში ჩადგომა, რომელიც 90-იან წლებში ფაქტიურად მოგვისპეს პუჩისტური ხელისუფლებების თარეშმა და გარე ძალების მიერ ჩარევა. მე სიტყვას გადავწევ ბატონ ირაკლი გაგნიძეს, რომელიც ახლა ჩემ გვერდში იმყოფება, ორი სიტყვით ბატონი ირაკლის იტყვის და შემდგომში ჩვენ აქ ასე რომ ვთქვათ, საორგანიზაციო ჯგუფს დავასახელებთ და იქნება შეკრებილი. მოგიწოდებთ, დაგვიკავშირდით, ვისაც სურვილი აქვს და გული შეტკივა ამ ქვეყნისთვის, ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას მოსახლეობის თვითორგანიზებით. აქ არ იქნება არც პარტიების, არც რომელიმე ორგანიზაციების, აქ არის ხალხის ორგანიზება. თავად მოვახდენთ აი ამ უბედურებიდან თავის დაღწევას, რადგანაც არც პარტიებმა, არც სხვა ორგანიზაციებმა, არასამთავრობოებმა, რა ვიცი, ვერ მოაბეს თავი ამ ყველაფერს, ამიტომ არ მოაბმევინეს კაცო, ერთ ამიტომ დადგა საკითხი, რომ ხალხმა თვითონ გააკეთოს ამის ორგანიზება. ბატონო ირაკლი, ორი სიტყვით. მეგობრებო, ცოტა დაიწყო. მეგობრებო, საზღვარი უკვე აღარაფრის აღარ არსებობს. ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ ჩვენ. მე წლების განმავლობაში ვიძახი, რომ ეს მთავრობა და წინა მთავრობა და ზვიადის მერე ვინც კი იყვენ, ყველა ქმნიდა რას, ქართული ჭამია ქართველებს. მომყავდა კინოდან დათათოსხაშხედან ესეთი მონოლოგივით, რომ როგორც იქ გამოყავდათ ვირთხა ჭამია ვირთხები ბოჭკას, ისევე გამოყავთ დღეს ქართველ ჭამია ქართველები. მაგათ ჩვენ დავარქვით ქაქები. მართლა ქაქები არიან ქართველ ჭამია ქართველები, როცა შენ ჩაკეტეს ხან აღმაში გამგეობაში ხან იმაში ყოველ ხრიდან მოგიჭირეს არტახები რო ეთქვენ და ხმას თუ ამოიღებ, მე უკვე გასცემ მილიციაში და სასამართლოში. მაგათ მთავარი მიზანია როგორმე შენ დაგითრიონ და სასამართლოში წახვიდე. შენ თუ სასამართლოში წახვიდე, შენ საქმე წასული, იმიტომ რომ სასამართლო მაგათია, უშიშროება აკონტროლებს ამას ყველაფერს, მაგრამ რას ვატყობ, იცით რომ აი ახლა ბოლოს რაღაცნაირად იმედის თვალივით გამოჩნდა და ღმერთმა კდას ასე იყოს, რომ მე მგონი დღეს დაიწყო ბრძოლა მთავრობასა და კლანებს შორის, კლანებში მოკალათებული ქართველიერის მტრების შორის. მგონი ისეთი სახე ჩანს. და ჩვენ არ გვინდა რომ გვერდში ვიდგეთ და ჩვენც ვიწყებთ ჩვენი მხრიდან თვითორგანიზებას. ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენ პირადად ქართველმა ერმა გავფილტროთ ეს ვითომ ეროვნულები, ვითომ ზვიადისტები, ვითომ ესე ყველა პატრიოტია და ერთმანეთის ჭამისმეც არაფერს არ აკეთებენ. რა ერთმანეთის ჩემზე პირადად მე ვიყავი და ვარ პირველი თუთებიდანვე იქა რომ ეროვნულ მოძრაობაში აი ამ ეზოში აი აქ ერთი პრიუსი მე ისამაქ რომ მე არავისგან პროტეჟეს სახით არ მოხვედრი ვარ არ ზვიათთან და არც მერაბისთან. უცხოეთიდან რო ჩამოვედი აი აქ კუთხეში ვიდექი ეს ხალხი ჩემთვის იყო ღმერთები, იმიტომ რომ აკეთებდნენ იმას, რაც მე მინდოდა ძალიან გამოსულიყო. თვითონ მერაბი მოვიდა ჩემთან, მე სახელის მკითხა, რომ უთხარი ირაკლი მეთქი ხელია უკანკალდა კაც როგორ დამავიწყდება და იმის მერე სიმართლე არც მოუცილებია გვერდიდან ჩემი თავი და სულ სადაც საჭირო იყო მე ახლა ახალი ჩამოსული ვიყავი, მანქანაც ყავდა ახალი ფულიც ჰქონდა და ამათ ფულის საგდაყოლება ყველგან ოღონ რაღაც დამავალეთ. მე ვუთხარ და თითქოს ყველა პარტიაში აი აქ თავიდან სახალხო ფრონტი რო შეიქმნა, პირველი დარბაზი რო იყო აი აქ მის სახში, იქიდან მოყოლებული სულ ბრძოლაში და ომში ვართ, მაგრამ ისე იცოდეთ რომ ყველა
ვინც კი არის ეროვნულ მოძრაობაში ყველა თვითონ იძახის რომ 90%-მა 80%-ს უღალატაო ეროვნულობაში მე თავიდან ვიდა როგორ შეიძლება მაგრამ ახლა მივხვდი იმიტომ რომ მართლა უღალატეს იმიტომ რომ ესეთი სიტუაცია წავიდა აქ რომ ეროვნულ მოძრაობაში ჩვენ ველოდებოდით ზვიადისთან მახსოვს მაშინ მეც დეპუტატი ვიყავი ვაკის რაიონში ველოდებოდით რომ 15-20 კაცი გავიყვანოთ და მეთქი ვეც ვეხარები და უცებ გამოვიდა 90 კაცი რა მოსაძებნია და ეს ხალხი უკვე ყველა ჩვენაირ ხალხს უბრალო ხალხს რო იტყვიან კი უნდათ მეც მაგრამ მე თავის იმიტომ რომ ამ ხელა პასუხისმგებლობა ვერ ავიღეთ ჩვენ ის ხალხი ვართ ვინც როდესაც კავკასიურ ცარცის წრეში რო ქაჩავენ ბავშვს ერთი დედა იქით მეორე და ჩემი და ნამდვილი დედა რო ხელს გაუშვებს აი მაგენი ვართ ჩვენ ეგ ხალხი გეუბნებით სანამ ხელში არ შეგვაწყვიტეს ჩვენი ქვეყანა ჩვენ იმიტომ გაძლევთ უფლებას და იმიტომ გაუშვით მიგიშვით იქნებ წელს იქნებ მეორე 4 წლებში იქნებ მესამე პრეზიდენტი იქნებ მეოთხე ყველგან მიგიშვით რომ ქვეყანა და თქვენ ყველგან გაგლეჯაზე ხართ როგორ შეიძლება ამდენი ქონების მოპარვა როგორ შეიძლება ასე უნამუსოდ ამაყობდე რომ ქართველი ერს გაანადგურე ამაყობდე რომ ქართველი ბავშვების საჭმელი შეჭამეთ ამაყობდეთ რომ აი დანაყეთ და დაჩეჩქვეთ ეს მე რომ ახლა მოწმეები ვიყავ ორი კვირის წინ ინციდენტი შეგვხდა სასამართლოს შესასვლელში ცხვირი ხელში ამაცალეს ბავშვი და ისე მიცემეს დღესაც თავრუსყოვები აქვს და არ ვიცი რა ჭირს რა და ვერაფერს ვერ ესენი არიან თანაც ერთი რამე იცოდეთ არ გეგონოთ რომ ესენი დღეს სამართალ დამცავები უშიშროება და ის ვინმე მუშაობს თავრობის დაცვაზე არა ესენი მუშაობენ პირიქით თავრობისთვის ვითომ მაგარი ბიჭები არიან ვითომ მაგრაცემენ ამ ბავშვებს არც ერთმა ყველაზე მოდიშდა არამზადა ქართველი რო იყოს საქმე ის ქართული სიტყვის იმას არცე მასე კაც მოვეფერები ავანტყოფი უნდა მოეფერო ძმაო შევაგნე მიდიხარ და ესენი შენ პირიქით ამას აბრაზებ პასუხებელია თავრობის წინააღმდეგ. თავრობა ცოტა მიხვდით რა თქო დალოცულიშვილებო. ესენი ყველა 4 წელიწადში ერთხელ 5 წელს ცვლიან თავრობას რომ ქაოსი იყოს ყოველ საქართველოში და შეიძლება ამ როწყაში ბევრი ფული აკეთონ. დააფიქრდით რა თავრობას გეუნებით აგერ კობახიძეს გეუნები. ბიჭო ირაკლი ჯერ ჩემი სახელი ქვია. მე მამაშეც ძალიან კარგად ვიცნობ რა ეს კი და ერთად სახალხო ფრონტში ვიყავით მე გაიყო ჩვენი გზები. მე შენ იმ სახში ხარ დავაშკაცებული იქ ბათუმში და ახალგაზრდობაში რომელშიც მე გავიზარდე და დავაშკაცდი შენ ჩემ ახლობლებს იცნობ მე შენ ახლობლებს ვიცნობ რაჭველები ყავს კიდე წელს ახლა ეს არის ახალი ეს თავრობა ესეთი რომ რაჭველები ჭარბობენ და მაგის დიდი იმედი მაქვს რომ რაჭველში ამდენი ის არ არის რა გაღწნილობა რაც სხვა იმაშია და თქვენ უნდა აკეთებდეთ იმას რომ ჩვენ თელი რაჭველები მართლა გული დაგიდგეთ თქვენსაც შეგამჩნიეთ გაღწნილობა გაფუჭებული რაჭველზე უარესი არაფერი არ არის მე ნათქვამიც არის და ვაშე დაღუპულა ქვეყანა და ეგ არის ამიტომ აი თქოთ რა ხალხო უკვე უნდა გადაირიოთ გაგიჟდეთ უნდა აი ჭეშმარიტი ქართველები ქვია ჩვენი მყავს ვინც გაწირულებია შეწირულები ვართ ქვეყნისთვის და აი ჭეშმარიტ ქართველებს გთხოვთ всё მორჩა აღდექით გამოდით ჭექა არის ჭეშმარიტი ქართველები ჭექა და ქაკები დავარქვე მეორე მხარეს ჭექას და ქაკების ომი იწყება რა დავიჭექოთ მე ბატონო უნდა დავაჭექოთ დიახ ეს თქვენ არ გეგონოთ ახალი ძველი ბადა მე კიდევ ერთ რამეს ვიტყვი სასამართლო მიწის კაცების სასამართლო გვაქვს ჩვენ შექმნილი და პირველი 12 კაცზე გვაქვს ახლა კანდიდატორები კი ეს პირველი 12 კაცის გაფილტრა მიმდინარეობს და თქვენს გთხოვთ ვისაც სურვილი გაქვთ თვითონ ფიცის კაცებში იყო რომელიც თავს გაწირავს სამშობლოს და მე ვარ აგერ პირველი და მე ვეხვეწებოდი უკვე რამდენი წელიწადია 4 წელიწადი ვითომ აიზვიადისტებს რომ ფიცის კაცების შექმნათ პირველი მე გამასამართლეთ ვეხვეწებოდი მე ყველა უნდა გასამართლდეს ვიძახით რომ ქართველები ყველა გავასამართლოთ და მე სამჯეროზე გამოვიტან თქვენთან სურათებს დავდებ და აი ფიცის კაცების კანდიდატები ვინც რამე იცით ცუდი მე ახლა გამოდგა ერთ-ერთი ვითომ ძველი ზვიადისტი და კაკებეშნიკი ხარო მე რა ისა რა ლევანი ხაჭაპურიძე ანუ კაკებეშნიკი ხარ დაგიმტკიცებო და ბახია გოჩა დამიმტკიცეთ მე ვთქვა თუ არ დამიმტკიცეთ ხელფასი დამინიშნეთ კაკებეშნიკების მეთქი აი ასეთებს გეუნებით სულ ყველას ხალხო ეს ხალხი არ ვიცი რა ჭირთ მოატყუეს ავათარიან თავიდან მეგონენ ეგენი მართლა ეროვნულები და სული ამოვიღე და მივეცი სულ ყველას მაგრამ დღეს აი
ისეთ რაღაცებს გასამართლებაში ისეთ რაღაცებს იტყვებია რომ გული მიკვდება არ მეზიზღებით მიყვარხართ მაგრამ მეწოდებით ხალხო აზემ ღმერთი არ გაპატიებთ ჩემი ლექსებში წერია როგორ ხდება მაგი ჩემ გადაცემებში მაქვს ეს და მოდით რა ხალხო თუ ვინმეს მართლა გიყვართ ვისაც სიამოვნებას განიჭებთ ქართველი ერისთვის სიკვდილს და ქართველი ერის გამარჯვებისათვის თავგანწირვა მოდით გავერთიანდეთ ჩვენ ერთად ჩვენ სხვა გზა აღარ აქვს აი ძალიან ცუდი მდგომარეობა და მე მაგალითად ქვეყნისთვის სიკვდილი და ქვეყნისთვის თავდადება სიამოვნებას განიჭებს და მე ამას ვიწყებ დღეს და ასევეა ჩემს გვერდით გიორგი და ასევე არის ბევრი ჩვენი თანამემამულე და აი ახლა უკვე აქედან ვიწყებთ და ყველა რაიონში ვაკეში კიდე ზიურში გვაქვს დილაობით შეხვედრები და სხვადასხვა რეგიონებში და ყველაფერს გეტყვით რა ახლა არ გვინდა წინასწარ რა გავთქვა თქვენ პირადად სამოქმედო გეგმას ყველა თქვენგანს გეტყვით და რაღაც უშუალოდ გვეყვა. მადლობა ბატონო ირაკლი, მეგობრებო, ვიწყებთ თვითორგანიზებას და ამ თვითორგანიზებისთვის ვინც მზად ხართ, ჩაერთეთ და აქ წერენ რომ ნულიდან დავიწყოთ, რა თქმა უნდა, თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი იმისათვის რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. უნდა დავივიწყოთ, აი ზოგი კაკებეშნიკია, ზოგი ის არის, ზოგი ეს არის, თუ ვინმეს დანაშაული აქვს, შესაბამისად იმ დანაშაულისთვის პასუხი უნდა ვაგებინოთ, რა თქმა უნდა, თავის დროზე, მაგრამ დღეს არის ქვეყანა გადასარჩენი. დღეს ჩვენი სამშობლო გასაჭირში არის და ამისათვის აუცილებელი არის თითოეული ქართველის ფეხზე დგომა. ამიტომ მოგიწოდებთ, დაგვიკავშირდით, ჩვენ კიდევ ვიმეორებთ, რომ მერაბ კოსტავას ეზოში იქნება შტაბი და შეკრების თარიღებს წინასწარ გააგებინებთ, ასევე საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც შეიკრიბება მათ ვინაობასაც მალე შეიტყობთ. დროებით დაგემშვიდობებით, ახლა კი კიდევ ერთხელ მიულოცავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალ წელს და აი ამ ყადაღას, რომელიც მათ დავადეთ. ასე რომ დასადებს უნდა დაედოს. ქართველებო, ყველანი გამოფხიზდით და დავიწყოთ თვითორგანიზება. არავის არ დაველოდოთ არც პარტიებს, არც არასამთავრობოებს, ყველანი, ვისაც გაჭირვება გვაქვს და ვისაც ქვეყანა უყვარს და ვინც ხედავს, რომ ამ ქვეყანაში თუ ჩვენ ხელი არ გავანწიეთ, არაფერი არ გვეშველება, დავდგეთ ერთად და შევებრძოლოთ და გავდევნოთ მტერი, ეს მტერი არის. ცხრის ტყავში გახვეული გლები შემოგვესია და იმ გლებს შესაბამისად სჭირდება პასუხის გაცემა. და ამიტომ ჩემო კარგებო, ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო საქართველო. დროებით დაგემშვიდობებით, ჩვენ ახალ წლამდე კიდე შევხვდებით. მადლობთ.